ბავშვობაში ალბათ ყველას გვიფიქრია, როგორი იქნებოდა ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე მოხვედრა, ჩვენი საყვარელი ფილმების სამყაროში ყოფნა და იმ მსახიობებთან შეხვედრა, რომლებიც ეკრანიდან გვიყურებენ. რეალურ ცხოვრებაში ეს საკმაოდ რთულია. თუმცა დღეს უკვე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ის რაც აქამდე მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში არსებობდა, ახლა შეგვიძლია ვიდეო კადრებად ვაქციოთ. ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ უნდა შექმნათ ასეთი რეალისტური ვიდეო კადრები თქვენი პერსონაჟის გამოყენებით. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ასევე გამოვყევით TikTok-სა და Instagram-ზე, სადაც გთავაზობთ მოკლე ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, ეს არის GeoAI-ის YouTube არხი. ამ ვიდეოში ცოტა გავერთოთ, შევქმნით ვიდეოს, სადაც ჩვენი პერსონაჟი აღმოჩნდება ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე სხვადასხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. მსგავსი ვიდეოები საკმაოდ ტრენდული და პოპულარულია დღეს. ძალიან დიდ ნახვებს აგროვებენ, 100,000-ობით, მილიონობით ნახვებს აგროვებენ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. ვიდეოს გამავლობაში გამოვიყენება ორ ხელსაწყოს, ეს არის Nano Banana Pro სურათების დასაგენერებლად და Clean AI ვიდეოების დასაგენერებლად. ორივე ხელსაწყოზე მაქვს უკვე ბევრი ვიდეო, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ, აღარ დავიწყებ დეტალებში, სად უნდა შევიდეთ, როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ და ასე შემდეგ. ბევრი ვიდეო მაქვს უკვე გაკეთებული, ასე რომ შეგიძლიათ ნახოთ. Clean AI-ის შემთხვევაში მე გამოვიყენებ Higgsfield AI პლატფორმას. ესე იგი Higgsfield AI არის AI პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა მოდელები და გენერატორები, ვგულისხმობ სურათების გენერატორებს და ვიდეო გენერატორებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთ სივრცეში. მაგალითად, სურათების განყოფილებაში გვაქვს Nano Banana Pro, Seedream 4 და 5, GPT-ის ახალი სურათების მოდელი და ასე შემდეგ. ყველა წამყვანი მოდელი შეგიძლიათ გამოიყენოთ Higgsfield AI-ზე. რაც შეეხება ვიდეოებს, აქ გვაქვს Sora 2, რომელიც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი, გულისხმობ OpenAI-ის პლატფორმას, არ არის საქართველოში ხელმისაწვდომი, თუმცა Higgsfield-ზე შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ. ასევე გვაქვს Veo 3 და 1, One 2 და 6, Clean AI და ასე შემდეგ. ყველა აქაც ვიდეოს შემთხვევაში ყველა წამყვანი მოდელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა რა თქმა უნდა შეგიძლიათ Clean AI-ის პლატფორმას გამოიყენოთ, უბრალოდ Higgsfield AI-ზე ყველაფერი ერთ სივრცეშია და სადაც გეკომფორტულებათ, იქ შეგიძლიათ იმუშაოთ. რაც შეეხება Nano Banana Pro-ს, შეგიძლიათ Higgsfield-ის გარდა რა თქმა უნდა გამოიყენოთ Google Gemini-ში ან Google AI Studio-ში, ამაზეც მაქვს მოკლედ ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ. კაი, რაც შეეხება პროცესს, ესე იგი ჩვენ გვჭირდება ჯერ სურათების გენერაცია და შემდეგ ამ სურათების გამოყენებით ვიდეოების გენერაცია. გაჩვენებთ პრომპტებს, რომელიც მომზადებული მაქვს ამ ვიდეოსთვის. მაქვს ორი პრომპტი, პირველი ეს არის სურათებისთვის და მეორე პრომპტი ეს არის ვიდეოებისთვის. ესე იგი, სურათების პრომპტს თუ გადავხედავთ, ეს არის ზოგადი შაბლონური პრომპტი, ანუ როგორც ხედავთ, აქ გვაქვს ფრჩხილებში ფილმის სახელი, ასევე შემდეგ შეხვდებით პერსონაჟს ფილმიდან, iconic პერსონაჟს ფილმიდან. ფილმის სახელი ასე გვაქვს ორ ადგილას, მოკლედ ესენი ხედავთ უნდა ჩავასწოროთ. ანუ სხვადასხვა ფილმების შემთხვევაში უნდა მივიწოთ სხვადასხვა ფილმები და პერსონაჟები. რაც შეეხება ვიდეოების პრომპტს, აქ არაფრის შეცვლა არ გვინდა, პირდაპირ დავაკოპირებთ და ჩავსვათ ამ პრომპტს. კაი, მოკლედ ბევრი ვაღარ გავაგრძელო, პირდაპირ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე გენერაციები, დავაკოპირებ სურათების პრომპტს და ჩავსვავ პრომპტის ველში. ესე იგი, ამ შემთხვევაში მე დავაგენერირებ ჰორიზონტალურ სურათებს, 16:9 პროპორციის სურათებს. თქვენი სრულის და მიხედვით, გააჩნია რისთვის გინდათ ეს ვიდეო, თუ გინდათ სოციმედიისთვის ამ შემთხვევაში ალბათ, ესე იგი, ვერტიკალური ან კვადრატული პროპორციის სურათები და ვიდეოები დაგჭირდებათ. ამ შემთხვევაში მე დავაგენერებ 16:9 landscape, ესე ვთქვათ, ჰორიზონტალურ სურათებს. რაც შეეხება ვერტიკალურს, დაგჭირდებათ 9:16, კვადრატული შემთხვევაში 1:1-ზე გაფართოების სურათები. შემდეგ ავირჩევ 4K-ს. აქ შევცვალოთ, ესე იგი, ფილმის სახელი. პირველი მოდი იყოს გლადიატორი. რაც შეეხება პერსონაჟს, ვისაც გლადიატორი ნანახი გაქვთ, მიხვდებით, რომ არის მაქსიმუსი. აქ რო დავტოვოთ იდეაში iconic პერსონაჟი, ალბათ თვითონვე მიხვდება, რომ მაქსიმუსია, თუმცა მოდი მაინც შევცვალოთ. იყოს მაქსიმუსი, ასევე გვინდა ფილმის სახელის შეცვლა, აქაც და გლადიატორი და ქვემოთ გვაქვს, ესე იგი, ორ ადგილას უნდა შევცვალოთ კიდე ფილმის სახელი. აქაც მივუთითოთ გლადიატორი და ბოლოშიც მივუთითოთ გლადიატორი. ამის შემდეგ უნდა ავტვირთოთ ჩვენი სურათი, ჩვენი პერსონაჟის სურათი. ხო, აქ პრომპტში დამოვიწყდა მეთქვა, ესე იგი, მითითებული მაქვს ჩემი პერსონაჟის ჩაცმულობა, აქსესუარები. ეს ადგილი არის, სადაც საუბრობ ჩემს პერსონაჟზე. რა თქმა უნდა, თქვენი სურვილის და მიხედვით შეგიძლიათ ეს შეცვალოთ და ჩაასწოროთ. კაი, დავუბრუნდეთ და გავუშვათ გენერაციაზე ჩვენი პირველი სურათი. დაგენერირდა ჩვენი სურათი და როგორც ხედავთ, იდეალურად გამოიყურება, ყავს ნამდვილი მაქსიმუსი, უკან გადასაღები მოედანი, აპარატურა, სტაფი და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ სურათს გამოვიყენებთ, თუმცა პირველი სცენა იქნება შედარებით განსხვავებული სხვა სცენებისგან, ანუ პირდაპირ ამ კადრით ვერ დავიწყებთ სცენას,
ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე დავგეგმე, ესე რომ ვთქვათ. ანუ ჩვენ გვჭირდება ამ სურათიდან მაქსიმუსის წაშლა. ანუ პირველი სცენა, პირველი კადრი სცენაში ვიქნები მხოლოდ მე, ჩემი პერსონაჟი იქნება პირველ კადრში და შემდეგ უკვე რამდენიმე წამში შემოვა მაქსიმუსი კადრში. ანუ რეალურად პირველი სცენის ბოლო კადრი იქნება ეს სურათი. იმისათვის რომ წავშალოთ პერსონაჟი ჩვენი სურათებიდან, მარტივად უნდა დავარედაქტიროთ ეს სურათი, Nano Banana Pro ამის საშუალებას გვაძლევს. უნდა გავუწიოთ ძალიან უმარტივესი პრომპტი, წაშალოს სურათიდან ფილმის პერსონაჟი. გავუშვათ გენერაციაზე და ვნახოთ როგორ მოახერხებს სურათიდან პერსონაჟის წაშლას. როგორც ხედავთ, მეგობრებო, იდეალურად შეასრულა Nano Banana Pro-მ ჩვენი დავალება. მაქსიმუსი წაშლილია, დანარჩენი ყველაფერი შენარჩუნებულია 100%. აი, მოკლედ, პირველი სცენის პირველი და ბოლო კადრი გვაქვს, შესაბამისად შეგვიძლია დავაგენერიროთ უკვე ვიდეო, გადავიდეთ Higgsfield AI-ის პლატფორმაზე. როგორც ხედავთ, უნდა ავირჩიოთ საწყისი კადრი და ბოლო კადრი. საწყისი კადრი იქნება ჩვენი დარედაქტირებული ფოტო, სადაც პერსონაჟი არის წაშლილი. ავირჩიოთ ეს სურათი. რაც შეეხება ბოლო კადრს, სცენის ბოლო კადრს, გვინდა ამ შემთხვევაში ეს თავდაპირველი დაგენერირებული სურათი. ვიდეოს დასაწყისში დამოვიწყდა მეთქვა, ესე იგი clean 2 და 1 მოდელი გვჭირდება ამ შემთხვევაში, ანუ პირველი და ბოლო კადრების ატვირთვა, clean 2 და 1 მოდელის შემთხვევაში, ანუ ვერსიის შემთხვევაში შეგვიძლია. დღეს ახლა ბოლო ვერსია clean AI-ის აქვს 2 და 6, თუმცა 2 და 6 შემთხვევაში ეს ჯერჯერობით არ შეგვიძლია. VO3 და 1 შემთხვევაში შესაძლებელია პირველი და ბოლო კადრის გამოყენებით ვიდეო შექმნა. თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ცნობილ პიროვნებებს, ცნობილ მსახიობებს, ამ შემთხვევაში VO3 და 1 ბლოკავს გენერაციებს შესაბამისად გადავწყვიტე, რომ Clean AI გამომეყენებინა ამ ვიდეოში. როგორც ხედავთ, აიტვირთა პირველი და ბოლო კადრები ჩვენი სცენის. ამ შემთხვევაში პრომპტის გაწერას არ ვაპირებ, ზოგადად Clean AI შემთხვევაში პრომპტის გაწერა არის არჩევითი, ანუ შეგიძლიათ არაფერი არ გაუწიოთ და თვითონ დააგენერებს ვიდეოს. მოდელი თვითონვე მიხვდება, რა უნდა გააკეთოს, ანუ პირველი კადრი ხედავს, რომ არის პერსონაჟის გარეშე, მეორე კადრში უკვე შემოდის პერსონაჟი, შესაბამისად თვითონვე შემოიყვანს პერსონაჟს ვიდეოში ჩვენი მითითების გარეშე. მოკლედ შეგვიძლია გავუშვათ პირდაპირ გენერაციაზე ეს ვიდეო. დაგენერირდა ჩვენი ვიდეო და მოდი ერთად ნახოთ რა შედეგი მივიღეთ. როგორც ხედავთ, ყველაფერი მუშაობს იდეალურად, ანუ კადრი იწყება ფილმის პერსონაჟის გარეშე და რამდენიმე წამში შემოდის კადრში, მოკლედ იდეალურად შეასრულა Clean AI-ი თავის დავალება. პირველი სცენა მზად გვაქვს, გვჭირდება მეორე სცენაზე მუშაობა, შესაბამისად უნდა დავაგენერიროთ სურათი მეორე სცენისთვის, ისევ ავირჩევ ჩემს სურათს რეფერენსად. შემდეგ დავაკოპირებ პრომპტს და მოკლედ ზუსტად იგივე პროცედურის გავლა გვიწევს. უნდა შევცვალოთ, ესე იგი, ფილმის სახელი, მეორე ფილმი იყოს ტერმინატორი. შევცვალოთ ასევე პერსონაჟი. პერსონაჟის სახელი არ მახსოვს სახელი ესე ქვია თუ არა პერსონაჟს, ამიტომ მოდი დავწერ პირდაპირ ისე ტერმინატორს. რაც შეეხება ფილმის სახელს, იყოს კაც ტერმინატორი. და ქვემოთ შევცვალოთ ისე ფილმის სახელი, იყოს ტერმინატორი. და აქაც შევცვალოთ ფილმის სახელი, გავუშვათ ტერმინატორი. აი, გავუშვათ ესეც გენერაციაზე და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. ეს ის ჩვენი მეორე ფოტო, რომელიც ჩემი აზრით მშვენივრად გამოიყურება, არაფერი არ გვჭირდება, არაფრის შეცვლა არ გვჭირდება აქ, შეგვიძლია პირდაპირ გამოვიყენოთ. გადავიდეთ Higgsfield AI-ის პლატფორმაზე და ესე იგი, აქ მარტივად შეგვიძლია ესე იგი კადრების ჩანაცვლება, პირველი და ბოლო კადრის ჩანაცვლება, უნდა დავაჭიროთ ამ ღილაკს. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება პირველ კადრად წინა სცენის ბოლო კადრი, რაც შეეხება ბოლო კადრს, ამ შემთხვევაში გვჭირდება უკვე ეს ჩვენი ახალი დაგენერირებული სურათი. ასე რომ უნდა ავტვირთოთ ეს ჩვენი ტერმინატორის სურათი ბოლო კადრად. მეორე სცენის შემთხვევაში უკვე უნდა გავუწიოთ პრომპტი, ის ვიდეოს პრომპტი, რაც გაჩვენეთ ვიდეოს დასაწყისში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამას პირდაპირ გავუშვებთ გენერაციაზე, შესაძლებელია ჩვენი ფილმის პერსონაჟი, ანუ პირველი ფილმის პერსონაჟი უბრალოდ გადააქციოს მეორე ფილმის პერსონაჟად და იგივე შეიძლება გააკეთოს გადასაღებ მოედანზე. ასე რომ ეს რეალისტური, ესე იგი ვიდეო აღარ გვექნება, რაღაცა ფანტასტიკური ვიდეო გვექნება, შესაბამისად საჭირო უკვე პრომპტის გაწერა. დავაკოპიროთ ჩვენი პრომპტი, ამ შემთხვევაში ვიდეოს პრომპტი და გავუშვათ ჩვენი მეორე სცენა გენერაციაზე, დავაჭიროთ generate ღილაკს. დაგენერირდა ჩვენი მეორე ვიდეოც, მოდი ვნახოთ ერთად რა შედეგი მივიღეთ. აი, როგორც ხედავთ, საკმაოდ რეალისტური ვიდეოა, თითქოს ერთ გადასაღებ მოედანზე ხდება მოქმედება. ჩემი პერსონაჟიც არ იცლება
და საკმაოდ ბუნებრივად გადავდივართ ერთი სცენიდან მეორე სცენაზე. შემდეგი რაც მინდა გავაკეთო, ეს არის პირველი და მეორე სცენის გადაბმა, ანუ ნახოთ რამდენად უწყვეტი კადრით გადადის პირველი სცენიდან მეორე სცენაზე. ამისთვის გამოვიყენებ CapCut-ს, აქ მაქვს ორივე სცენა ატვირთული, ეს არის პირველი ვიდეო, ეს არის მეორე ვიდეო. მოდი გავუშვათ მთლიანი ვიდეო. როგორც ხედავთ, ესე იგი, ეს არის გადასვლის მომენტი. არაფერი არ ეტყობა, არაფერი გადახტომა არ არის, ანუ რაღაც კადრის ცვლილება არ არის. ესე იგი, საკმაოდ ბუნებრივად გადადის ერთი კადრიდან ერთი სცენიდან მეორე სცენაზე. მოკლედ, ესე შეგვიძლია დავაგენერიროთ, რამდენი სცენაც მოგვინდება, რა ფილმებიც მოგვინდება, რა პერსონაჟებიც მოგვინდება, ეს პროცესი უნდა გაიაროთ. უნდა დააგენერიროთ სურათი და შემდეგ ეს სურათი უნდა გადააქციოთ ვიდეოდ, ანუ გვჭირდება პირველი კადრი და ბოლო კადრი. ანუ პირველი სცენის ბოლო კადრი უნდა იყოს შემდეგი ვიდეოს, შემდეგი სცენის საწყისი კადრი, პირველი კადრი. და ესე შეძლებთ მიიღოთ ერთი სრული მთლიანი ვიდეო უწყვეტი კადრით. კარგი, მოკლედ, სულ ეს არის, აღარ დავიწევ ხა შემდეგი სცენების გენერაციებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი იგივე უნდა ვაკეთო ყველა სცენაზე. ეს არის სრული პროცესი. თქვენ რამდენი ფილმიც გენდომებთ, იმდენ ფილმზე გააკეთეთ, იმდენი ვიდეო გააკეთეთ. მოკლედ, ამაში შეზღუდულები არ ხართ. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გამოვყევით TikTok-სა და Instagram-ზე, ასევე თუ რაიმე გამორჩა ამ ვიდეოში, რაიმე კითხვები გექნება, დამიწერეთ კომენტარებში და ყველას აუცილებლად გიპასუხებთ. ეხლა კი წავედით.